დავწერესა. მოგესალმებით, მეგობრებო, ზამთარი იწურე. მართალია გეგონება ახლა იწყება, მაგრამ მაინც გაზაფხული მოდის. მალე მარტია და მარტში დიდი ფეხბურთი გველოდება. სომხეთის ნაკრებთან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება. ანუ ბილეთების ყიდვის შანსი გაორმაგდა. ლოკომოტივზე როცა ტარდებოდა, მაშინ თუ ვიყავით ონლაინ რიგში მე-10,000-ზე, ახლა ვიქნებით მე-20,000-ზე. ეს ორჯერ დიდი სტადიონი და ამიტომ ჩემო ძვირფასებო. არა, მართლა გამარტივდა ბილეთების ყიდვა, ქართველ გადამყიდველებს, სომეხი გადამყიდველების ჩემატნენ და ამით. კარგია, გულში მატყივრებს გაუმართლათ, განსაკუთრებით გაუმართლათ ავლაბრელ სომხებს, რადგან ორივე თამაში სახლში აქვს. ამ დაპირისპირებას უკვე დაარქვეს მიმინო დერბი, ანუ ვალიკო მიზანდარი რუბიკ ხაჩიკიანის წინააღმდეგ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სომეხი ძმები მსოფლიო ჩემპიონატზე ტელევიზორებიდან მოგადევნებენ თვალყურს. ანუ მუსიკალურად რომ აგიხსნათ, სომხეთის ნაკრები ამ სიმღერით ჩამოვა. და და როგორცა? ამ წუთში მოგახსენებთ ჩვენი ბიჭები როგორი სიმღერით გაუშვებენ. არა ბაი 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 არა ბაი 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 არა ბაი 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 არა ბაი 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 ფერპირებს შაქარი შემოვიჭებო. ჩვენიერი. ყველა ძალიან გვინდა რომ სოფლიოზე გავიდეთ და მე ახალი სიმღერები დაიწეროს. ერთი სიმღერა თქვენზე იქნება ბიჭები. აბა არ მოდუნდეთ, რადგან ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და ამჯერად საფეხბურთო განწყობაზე ზრუნავს ნაკრების კომაგი ქსოვრენები და უბილეთო გიორგი შოშიტაშვილი. ასეთი მატჩის წინ მნიშვნელოვანია თუ როგორ ფორმაში იქნება ჩვენი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარიზში კარგად ათამაშდა, ლიგაზეც გოლი გაიტანა და ლიონთან ასისტიც მიითვალა, ხოლო ლიონიდან მიქაუტაძემაც ასისტი გააკეთა. თამაშის წინ ბიჭები ერთმანეთს მიესწრდნენ. მუჭორე ჟორჟიო, კვარა მკითხა და კომსაჩი მოყვაო. ჟორჟმა უპასუხა. მიხარია რომ კვარა კარგ ფორმაშია. იმადგან საყურადღებოა მხითარიანი როგორ ფორმაში იქნება. თუმცა კვარა თუ იქნება ისეთ ფორმაში, როგორიც გვინდა რომ იყოს, მხითარიანი როგორც უნდა ისეთ ფორმაში იყოს შეიძლება. მართალი ხარ ჩემო პაატა, მართლა მაგარ ფორმაშია კვარა და ისეთი სისწრაფით ჩაურბინა მეტოქის ცველებს, ორი მათგანი გაციებულია წევის დღესაც. ხო და ისეთ ფორმაში შედიან ბიჭები, ვეჭობ რომ სომხეთის გულშემატკივარი მართლა იმ სიმღერებს წერან რო იმღერეს შენ. ვაი ვაი, არა ვაი ვაი აი, აუცილებლად. სანამ ჩვენი ფეხბურთელები გავლენ მსოფლიოზე, მანამდე ჩვენი კალათბურთელები გავიდნენ. უკვე მე-6 ევროპაზე მიულოცოთ ბიჭებს ეს წარმატება. მადლობა ბიჭებს, მათ კალათბურთი მართლაც აიყვანეს თავიანთ სიმაღლეზე და ღირსების ორდენებიც კი დაიმსახურეს. მიულოცოთ გამგებარი. რახან კალათბურთზე საუბრობდით, დაუბრუნდეთ ისევ ფეხბურთს. რადგან კარგი საფეხბურთო გაზაფხული გვაქვს ჩემო პაატა, მინდა გითხრათ. 16 მაისს თბილისში ბარსელონას ლეგენდები ჩამოვლენ და ჩვენ ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. აბა დარჩეული აქვს ბარსელონას. 90 წუთი შეიძლება გაგვიძლონ მოედანზე, მაგრამ მე ვერ გაგვიძლებენ რესტორანში, არა აქვს არც ერთი შანსი. ხო, გინახავს თამაშები, შენ აი
ცოლიანები უცოლუებზე, სიდედრიანები უსიდედროებზე და ეს იქნება ღიპიანები უღიპუებზე. მინდა გახაროთ რომ შეიძლება თვით რონალდინიოც ვიხილოთ აქ. უფრო სწორად რონალდინიოს ღიმილი ვიხილოთ. ღიმილი რადგან ისია მომატებული სირბილს ნუ მოვთხოვთ ეხლა მაგას. ჩემი აზრით რონალდინიო მაინც მონდომებული ითამაშებს. ამბობენ დინამო აგვირდება. თუმცა თუ ძველებურად იცეკვა სტადიონზე დინამოში არ ვიცი და ერისიოში უეჭველი ჯარისხავენ. ბატონო, სინამდვილეში რონალდინიო არც დინამოში მოხვედრაზე ფიქრობს და არც ერისიონში. ასე უთქვა სიამოვნებით ჩამოვალ. მიყვარს გაზაფხულზე ტყემარი რომ გაიშლება. რაჯობია მაგ დროს საქართველოს ისდება ტყემალზე. ხო ის თხელი ახალი ტყემალი როა სამლიტრიანი ცვას. ერთი სასიამოვნო ამბავიც უნდა გითხრათ. თვითფრინავში ეგვიპტის რეისზე 11 კილომეტრის სიმაღლეზე გოგო დაიბადა. ეგვიპტ აირლაინსმა დედას ულიმიტო ბილეთი აჩუქა. ოჩახ, აი ამ ბავშვის დედამ უნდა თქვას, ჰაერში ვაშე ბავშვებს. ხო და ორმაგად ყვაყოფილი იყო დედა. ჯერ ხო შვილი შეეძინა და მერე ბილეთის ფულიც დავზოგეო. ახლა ნახეთ თქვენ ფეხმძიმე ქალების ფრენები. რო გაიგებენ ულიმიტო ბილეთები რიგდებაო. ისე დედა რო დაასაჩუქრეს კარგია, მაგრამ პილოტმა ერთი 100-იანი მაინც თუ ჩაუკუჭა ბავშვს პამპერსში. მაგრას დაიწყე, აი მითხარი, კიდე კაი ბიჭი ვარ დაიბადა 11 კილომეტრის სიმაღლეზე ბოინგიდან რო თოფი ესროლა, მამას მერე გერაკაშე. ცოტა კი შეეშიდება. ოდნავ. ისე ბავშვი სადაც დაიბადა, იმ რეისის ბილეთები აჩუქეს და ამ ლოგიკით ჩემთვის უნდა მოეცათ ნავენახევის გამოქვაბულის ულიმიტო ბილეთი და შენთვის ლაგოდეხის ტაგიზი. რადგან ფრენა ვახსენეთ ჩემო ნიკოლოზ, რომელიც მე ძალიან მიყვარს. დაანონსდა 4 ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა. თბილისიდან ევროპის ქვეყნებში იქნება ფრენები. ეს არ არის სატაშე? ანუ ახლა მეც იოლად ვიფრენ ევროპაში. შენი ქუთაისიდან და მე ჩემი თბილისი. მოხოდე დროზე თელავის აეროპორტი შენ. სანამდე უნდა იფრინო შენი თბილისიდან. კარგი, ხო, რა ქვეყნებიდან იქნება ფრენებიო? თელავიდან? არა, იქედან აქეთ ჩვენ. არა, იმიტომ რომ მართლა გაიხსნება ძალიან. შესაული მყავს ბიჭები. ბატონო, მაგალითად იტალიიდან და ინგლისიდან იქნება EasyJet. გაუმართლათ იტალიელი და ინგლისელი ფეხბურთის ფანებს. გადმოფრინდებიან შაბათს საქართველოში, უყურებენ გარეჯის სამგურალის მატჩს და გადაფრინდებიან კვირას ისე უკან. შვენიერი. რეისების დამატება გამიხარდა, მაგრამ ცოტას ვეჭვიანობ. ჯერ ხო პარლამენტი გადმოვიტანეთ ქუთაისიდან თბილისში და ახლა გონია კოპიდარის აეროპორტის გადმოვაქვთ აქეთ. კარგი, ნუ ეჭვიანობ შენ. თუ მაინც ეჭვიანობ, აგერ დაგიმატებ საეჭვიანოს. ისმინე Enjoy Travel-ის ვერსიით ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის თბილისი პირველ ადგილზე გავიდა. ანუ იმათვის, ვინც ოთახში ზის და კომპიუტერთან მუშაობს. არა და აქამდე იმით ვამაყობდით 1000 რაღაცა ასანახავი თბილისში თქო და ეგენი ოთახში ზიან და მუშაობენ. ხო, მაგრამ პირველ ადგილზე გავედით და რაშიც არ უნდა იყოს პირველი ადგილი, ხო პირველი ადგილია, მაინც კაც რა აგინდა შენ. ციფრულ სფეროში მომუშავებს ნეტა რა მოსწონთ აქ. დესკტოპის ხედები თუ კლავიატურის ლანდშაფტი. რა მოსწონდა ხინკალი ხსნის თურმე გონებას. როცა IT სფეროში მუშაობ, ხაჭაპურის პროგრამისტები ეტანებიან და გეიმერები უფრო სუბხარჯოს. აბა. ანუ ციფრულ სფეროში მუშაობა პოპულარული გახდა ჩვენთან ამის. კი კაცო, ჩვენ ფიზიკურად შრომა გვეზარება, თორემ ციფრული იცოცხლე ვიყვარს, რას ლაპარაკობ. ახლა კი ჩემი ფავორიტი ნიუსი. ქალბატონს 4 წლის განმავლობაში ეგონა რომ ბუდას ქანდაკებაზე ლოცულობდა და მე აღმოაჩინა რომ ის შრეკის ქანდაკება ყოფილა. თვითონ ქანდაკებამ სანამ არ უთხრა გეშლები ქალბატონო ვიღაცაშიო მანამდე ვერ ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს ქალბატონი და მე ალბათ სამოთხის მაგივრად დისდეილენჯი მოხდება. იცინე შენ და ასე შემთხვევით ამ ქალბატონმა ახალი რელიგია დაამკვიდრა შრეკიზმი.
ძველი თაობის წარმომადგენლებისთვის ვინ შრეკი არ იცის ვინა იმათთვის უნდა ახსნა შრეკი ანუ ჩვენი დროინდელი ნუპაგაძე ნიკუშა ისე ბუდა და შრეკი როგორ ვერ გაარჩია ერთმანეთისგან ძალიან მაინტერესებს რა მაინტერესებს მე იცი იქით კითხვას და შენ როგორ არჩევ ვინ რა პრობლემა და ბოლოს კრიმინალური მედიცინა დიდ ბრიტანეთში წონის დასაკლები პრეპარატების გაყიდვა ნარკოდილერებმა დაიწყეს რამდენიმე ნარკოდილერი დაუჭერიათ უკვე და ადვოკატები იძახიან გასახტომი კაფსულები ჩაუდესო ეგო ჩაუდესო რა საინტერესოა მაგათ პოლიციის მაგივრა დიეტოლოგი აკავებს თუ მოკლედ სუდი მდგომარეობაა ბრიტანეთში ჩემო ნიკოლოს გამხდარი კაცი თუ დაინახეს ქუჩაში ნარკოტესტზე მიყავთ ეგრავე გოგი არ ჩახვიდე იქ ისე მე და შენ წონა კი გვაქვს დასაგდები დიეტოლოგებმა ვერ გვიშველეს და იქნება ნარკოდილერებმა მაინც არ მინდა გიმეცვალე შეშმო ერთი ახლობელი შემხვდა და ისეთი გამხდარი იყო ვერ გავიგე წამალზე შეჯდა თუ ბარიატრიაზე არ ვიცი ამიტომ ვიძახი სულ კაცი უნდა იყოს სუქანი და თანაც საქართველოში უნდა ცხოვრობდეს მართალია ჯობია ქართულ სუფრასთან კონდეს საქმე ვიდრე ნარკოდილერებთან კი ბატონო სწორედ ამიტომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და კეიპის განწყობაზე გვაყენებს დიეტოლოგი ქსოვრელები და გიორგი პაბლო ესკობარ შოუში შენ თუ გახსოვს ბავშვობაში მე და შენ ერთი გოგო რომ მოგწონდა ბელა გახსოვს რა დამავიწყებს ჩვენ კი მოგწონდა და გვიყვარდა და მე პლატონას გაყვაცოლად აი ეგ არის პლატონური სიყვარული ეგ რასის რასთან ჩვენ რომ გვიყვარდა და პლატონა რომ იმას უშვებოდა ხელს ხოვდა ეგ კი არა ჩემო ბატა ბელას დაბადების დღეც კი მახსოვს 27 თებერვალი რა ასამო კაცო მე დღესაა ეგ 27 თებერვალი ხო ეგ არ გამხსენები ძალიან კარგად გაგახსენე და ძალიან კარგადაც იცოდი ნუ თამაშობ ახლა ხო არ უმღეროთ რა სიმღერა შევთხზეთ ახალგაზრდობაში ბელაზე მე და შენ აბა ხო და თუ გიყურებს ახლა და ყოჩაღად თუ არის და თლად თუ არ მოუღო ბოლო პლატონო მიუსრათ სამღერა გიოტანო ოღონდ ჩვენი ახალგაზრდობის DJ-ის გარეშე მე ხმის ამ მომღები არა ვარ რას ლაპარაკობ ბიჭო DJ პიყვინა თუ არის სიმღერა მის გარეშე მოკლედ სიმღერა ბელაზე ჩვენი ახალგაზრდობის სიყვარულზე და სტუდიაში მინდა ვთხოვო DJ პიყვინას Bella, 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 Bella. Maggie შენი ტარი ბელა, რომ გიყურებ ზამთარშიც კი მცხელა, გზას მინათე მაშინ როცა ბნელა, ვერასოდეს დაგივიწყე ვერა, მე შენს გამო მივატოვე ყველა, წვიმის შემდეგ ჩემოცის არ დღელა, შენ ხარ ჩემი სიყვარული ბელა, ეკი მიხარ დამჭირდება შველა. მარწყვევი ტუჩები, ჭიუტი ურჩები და ეგ ლამაზი თვალები, შენ ვესა და მემალები, ეგ დანილებ წამის, მე შენსკენ მეძახის და მოდი ხელი შემომხვიე. შენ მხოლოდ დინატრე, გავერთო დილამდე, მთელი ღამე რომ მეხვეწო, არ მიგიშვებ დილამდე, მერე ცოტა დავლიოთ, ნებები რომ ავრიოთ და მხოლოდ ერთი მინდა შენგან მე არ მინდა სხვა, მზე შენ და სხვა მუსიკა ღვინო გარტობა და ცეკვა შენ თვალებს გავს დავკარგავ თავს თუ ჩემთან იქნები ბელა მაგიჟებ შენი ტანი ბელა რომ გიყურებ ზამთარშიც კი მცხელა გზას მინათე მაშინ როცა ბნელა ვერასოდეს დაგივიწყე ვერა მე შენს გამო მივატოვე ყველა წვიმის შემდეგ ჩემოცის არ დღელა შენ ხარ ჩემი სიყვარული ბელა ეკი მიხარ დამჭირდება შველა
გულამდე მომიშვი კაბები ამდენი ადგილი თუ არ გაქვს მე ფეხზე დავდგები თვალები დახუჭე დაკოცნა მაჩუკე მაპატიე თუ გაწუხებ შევხოლო დინატრე გავერთო დილამდე მთელი ღამე რომ მეხვეწო არ მიგიშო დილამდე მერე ცოტა დავლიოთ ნებები რომ ავრიოთ და მხოლოდ ერთი მინდა შენგან მე არ მინდა სხვა მზე შენ და სხვა მუსიკა ღვინო გარტობა და ცეკვა შენ თვალებს გავს დავკარგავ თავს თუ ჩემთან იქნები ბელა მაგიშებ შენი ტანი ბელა რომ გიყურებ ზამთარ შეცხიმცხელა გზას მინათებ მაშინ როცა ვნელა ვერასოდეს დაგივიწყებ ვერა მე შენს გამო მივატოვე ყველა წვიმის შემდეგ ჩემოცის არტყელა შენ ხარ ჩემი სიყვარული ბელა ექიმი ხარ და მჭირდება შელა ჩემო ძვირფასებო, ახლა სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, უნიჭიერესი ახალგაზრდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ვარსკვლავი, მსახიობი თედო ბექაური. როგორ ახლა? მომზადდი დამზადდი. Bravo, Adlogo. Edo, რამ ხელაკაცი გასდიმ ხარ? ვეცადე. სვაი ესეთი განცდა მაქვს რომ მინდა ხოლმე რომ მოგეშვენო რაღაცა რო გიჭირს რა. აი, ფილმიდან გამომდინარე, ესე იგი მობრძანდი გამოღვანაპირზე, იქიდან უკვე. გამოვცურე. კი, გაღვანაპირი ვიცი, ძალიან დიდი პოპულარობა მოგიტანა, ძალიან დიდი და გამოღმა ახლა უკვე რა ხდება შენ ცხოვრებაში, როგორ ახარ, აბა გითხარი. გაღვანაპირი, გამოღვანაპირი. რა ვიცი, ცოცხლობ, სუნთქავ. ძველებურად რა თითქმის არაფერი ისეთი თუ არ ჩავსვლით პატარ-პატარა რაღაც პროექტები რა. ხო. და დიდი მასშტაბური არაფერი ჯერჯერობით. რომ მასშტაბურებიც იქნება დარწმუნებული ვარ ახლა მე და მოკლედ ჩემო პატარა ხან გაღმანაპირი ვახსენეთ ახლა და გამოღმაო ჯერ ისეთი არაფერი ხდება მაგრამ მოხდება უცილებლად ველოდები. მოდი ისე დავიწყოთ გაღმანაპირი და როგორ მოხდი ამ ფილმში საერთოდ რა ძალიან საინტერესო და ესეთი ისტორია არის. კლინიკაში ვიყავით მე და დედაჩემი ჩემი საამაყო თვალიდან გამომდინარე მართლა მეამაყება მე ჩემი თვალი რა. იქ შემოვიდა რეჟისორი ბავშვებთან ერთად, პატარა ბავშვებთან. ერთი ბიჭი ხელში ეჭირა, მეორე გოგონა დარბოდა. ამ ბიჭს რაღაცა თამაში ეჭირა ხელში, გამოართო გოგონამ, ჩაარტყა. მე ამ დროს შევხედე, არა და მე მაღლა ჭერში ვიყურებოდი და ვითვლიდი ბუზებს. და ეს გაღიმება შეამჩნია რეჟისორმა გვერდზე დამიჯდა და მე საერთოდ ყურადღებას არ ვქცევდი ზოგადად ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. ხო. კითხავს საცხოვრობ, რამდენი ხარ, რა ქვია და ასე შემდეგ და მე პასუხს თავით უკეთებდი, ან ხოს ან არას თავით ვეუბნებოდი ჩემს პასუხს. მე რომ მითხრა რომ ფილმში თუ გითამაშია, ოდეს მე ვანო. ფილმი გაგონილი არ მქონდა რა იყო ჯერ კიდე. რა ხდებოდა კინოში მე ტელევიზორს რო უყურებდი მეგონა რომ შიგნით ადამიანი პატარა კაცუნები დარბოდნენ და ასე შემდეგ და ნუ რეჟისორის მეუღლესთან ახლდა ექიმთან დედაჩემი კონსულტაციას რო გადიოდა ჩემზე იკუთხრა რომ თქვენი შვილი მოგვეწონა უნდა წავიყვანოთ როდის უნდა წავიყვანოთ დედაჩემი ეკითხა დღეს დღეს არა ჩვენ თვითონ მოვალთ გეტყვით მე სოფელში ამოვიდნენ ჩემთან მარბენინეს ბევრი ხო კარგად ნუ მოკლედ ასე პატარა სინჯები გამიკეთეს მე თბილისში ჩამომიყვანეს იქაც პატარა სინჯები გამიკეთეს მათ ეკვეს გამსინჯეს ცეკვაზე როგორც ცეკვა რა იდეალური ცეკვა მწოდნია მე კი დაამტკიცე მაგრამ ნუ მაშინ მეტი ცეკვა არ ვიცოდი და ნუ არც მე არ მიცეკვია დიდათ მაგრამ ეხა ბოლოს თუ არ ჩავთვლით და ასე მოხდი ამ ფილმის მთავარ გმირად. აი, ხედავ, გიორგი. კინოშიო მინდა ვითამაშო ფილმშიო და სინჯებზე არ დადიხარ და ექიმთან მაინც არის რომ იქნება რაღაცა გამოგივიდეს.
დიდი ხანი გქონდათ ხო გადაღებები? რამდენიმე წელი იღებდით თუ არ დაახლოებით კამერით ვიღებდით 8 თვე 8 თვე. და მის მერე უკვე გახმოვანება დაახლოებით 1 წელი. 1 წელი. სადაც ძალიან დიდი შრომა და ბევრი გაციება ჩავდა. სიცხე და ასე შემდეგ. კი ბატონო. ხოლოდ ერთ ფილმში ხართ ედო გადაღები? იყო იმის მე რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი პატარა როლები, ერთი მთავარი როლი ვითამაშე, უარყოფითი რიცხვები, შეიძლება იცოდეთ არ ვიცი. დიდი მასშტაბურად ჯერჯერობით არ გამოსულა ეს ფილმი და ალბათ გამოვა რა. მეტი იმის მერე არაფერი ისეთი, ბოლოს უკვე თეატრში თამაშობდი და ასე შემდეგ ისეთი არაფერი. კოლონიაში როზის ხო? კოლონიაში როზის კი. კი ბატონო, ეგ სხვათა შორის ეს სერიოზული ძალიან კარგი მესიჯია ახალგაზრდებისთვის. კი ბატონო და მე რაგბის თამაშს რო იცი. რაგბის თამაშს ვიცი. სხვათა შორის კარგად გააკეთე, მადაც ყველაფერი როგორც ყოველთვის ნიჭიერი კაცი ხარ, რა თუნდა ამას საუბარი. ცდილობ რასაც ვაკეთებ ბოლომდე კარგად გავა. პროფესიას თუ გაყევი როგორც მსახიობი, ოფიციალურად თუ დაამთავრე და გააქვს პროფესიული დიპლომი სამწუხაროდ. მინდოდა დამთავრება ოფიციალურად, მე რაღაც პრობლემები შემექნა, ეხაც უნდა ჩამებარებინა, მაგრამ პრობლემები როგორც ყოველთვის და მე ოჯახი უდაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, ორი ბიჭი ყავს. საუთავო სარეცხი აქეთ იქ. საუთავო. უაბრა. ესე იგი, თედო წეგან თვითონ ახსენე ახლა ის შენი ცეკვის და სხვათა შორის იმ ფილმში და ძალიან ისეთი პოპულარული იყო ეს შენი ბოლოს ცეკვა რა და მე სამომავლოდ გამოგადგა ხო ხედავ მაინც სტარტაპია აქედან იყო აქედან დაიწყო ეს შორის ძალიან მიყვარს ეს ცეკვა ეს არის აფხაზურთან მიახლოვებული ცეკვა და ძალიან მიყვარს ეს ცეკვა იმიტომ რომ პირველი რომ ვიცეკვე ძალიან მაგარმა ადამიანმა ბაჩანა ჭანტურიამ დამიდგა ეს ცეკვა და ჩემთვის ცოტა სხვა შეხედულობის ცეკვა არის ეს ძალიან დიდი სიყვარულია ხან ცეკვას ჩემთან დატოვებული და ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი აქვს რა კი ბატონო და ანუ მე კი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ძალიან და მარტო შენ არა მე ძალიან მიყვარს და ბევრს არწმუნებული ვარ ეგ ცეკვა ამ ფილმიდან და მე ისეთი ის იყო თქო მე აი ცეკვა იმდენად გამოგადგა რომ ერთ-ერთ პროექტში კი ბატონო დიდი წარმატება მომიტანა კი წარმატებაც მოგიტანა და ბინაც ბაკურიაში აბა ბატონო ვინ ჩრომობს ის იგებს შეგენეთ გამოდის რომ გოგი იპოთეკით ჩალიჩობს ბინას შენ ცეკვით აი ეს არის ჩემო გოგი ყველაფერი ხო და რა მინდა იცი რა ვთქვა წეგან რო ვთქვი გრანდიოზულ პროექტებზე ახლა ერთი ბინა ბაკურიანში გაქვს ახლა პროექტი გვინდა რამე სადაც ბინაა თბილისში და ეგ არის რა ამ მეწყოს საქმე კი ბატონო რა მინდა იცი გითხრა აი დავაკვირდი და იცი რა რასაც კიდებ ხელს რა ხარისხიანად აკეთებ ყველაფერს აბა რა ბავშვობიდანვე ჯერ კიდევ იყოს ხარისხიანი ფილმმა გაისროლა გენაცვალე პროექტი მოიგე კი ბატონო და რაღაცა კაკუნობს ნიკასთან მანქანაში და ხო არ შეხედავდი რაღაცა ვერავინ გაიგო ეგ იქნება და კი გამოგდის ეგეთი მანქანას კაკუნობს და გამოგდის ხო ახლა ცოტა ცივად შეზრობა გვეზარება ხო მოგ გაზამხულისთვის გადავდოთ ეგ კარგად რომ გამოთქვა მანქანაზე გავუგებ რა კაკუნობს მე გავუგებ შესაძლოა ეხლა თუ გაქვს რამე შემოთავაზები ეხლა ჯერჯერობით არაფერი იყო რაღაც პატარა პროექტები რაღაცის მაგრამ რატომღაც გაჩერდა აბა ყოველდღიურობაში რა საქმიანობ რა საკეთებ ვაუთოვებ რეცხავ შენი არ არის ძელებურად თითქმის რა ანუ ძელებურათაც რეცხავდი და აუთოვებ არა მაგდონალდი მართლა არ ვარ ჯერისი რატო არ ეხმარები მეუღლეს როგორ არა კაცი მე ოჯახური საქმეები ძალიან ხო შენ გენაცვალე საერთოდ მე ვთვლი რომ ეს სარეცხი მანქანა კაცებისთვის გამოიგონეს თორე ეს ჯინსია გლახა სარეცხი დაგაგლიჯავს თითებს უხეშია შენ თვითონ აი გადასაღებ მოედანზე ან აგერ ცეკვავენ ვარსკვლავებში რამე ესეთი ამბავი ხო არ გახსენდება რაც შეიძლება რომ ჩვენ გადაცემაში მოყვე და სხვაგან არ მოგიყოლია ეგ არ ვიცი ახლა მაგრამ ძალიან უხერხულად ვზივარ მე პირადად რატო ძალიან ამეტანი ადრე გავიკეთე მე თვალების ოპერაცია ორივე საათით ვერ გიყურებ და ესე უფრო
აი გადაცემის ყველაზე მაგარი ხუმრობა იყო, ბრავო. კარგი იყო, თვითირონია გლიჯავს, ყველაზე მაგარია. არა და იმ ფრანგმა ექიმა რამდენი იწვალა. გონი თუ გვიყურებს, ეხლა ფიქრობს რა არის? ძალიან დიდი მადლობელი ვარ მაგ ადამიანების, ვინც მე გვერდში დამიდგათ ჩემი თვალის გამოსწორებაში და სწორად ალბომში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს და დიდი შრომა ჩადეს ამ ყველაფერში და ძალიან დიდი მადლობა ყველას რა. აუცილებლად. დიდი მადლობა. ფრანგი, ხალო ახსოვს ჩვენი პატივისცემა იმ ალბათოს ფრანგს და იმიტომ ალბათ შესაბამისად ასე ჩემპიონს უყურა და იქნება გამომდინარე ვიფიქრა რომ მართლა ასე იყო. კი, ჩემპიონს უყურა და მის ძმასაც მსგავსი პრობლემა ქონია და თვითონ მოგძებნა. ვა, რა მაგარი, რა გვარი. ძალიან მაგარი ადამიანი. ქართველი ეყოლება ვინმე. ფრანგი არის. ისე სხვათა შორის ფრანგებს აქ ერთვისება მე მაგალითად მომძებნა იმში თავმავალი იყო ვისი ვალიც მქონდა და იმის შვილიშვილა მომძებნა სად მომგების კიპოვა მომძებნა არაფერი მაგათი ძირითადი თვისი კი რო ასეთი ისიცია ფრანგება კომსიკომსა ჩემი შუქი კომსიკომსა აუ რა მაგარა იხუმრა აი გავგიშდი ძალიან გამომდის ხოლმე ხანდახან მინდა რომ გამომივიდეს ხოლმე კარგი გამოგივიდა აშკარად გამოგივიდა მინდა გითხრა ძალიან ბევრი გადასარევად იცეკვე კარგად ხუმრობ კარგი ადამიანი ხარ იგრძნობა და დარწმუნებულად ტელემაყურებელიც გრძნობს ამას და ალბათ ამანაც შენმა კეთილმა და კარგმა აურამ განაპირობა იმ შენ ცეკვასთან ერთად რომ გაგამარჯვებინა იმ პროექტში ხალხის სიყვარულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის სიყვარულს და მადლობა უთხრას როგორც ჩვენს ისე ჩვენ მაყურებელს კარგი რეიტინგებისთვის და დიდი მადლობა რომ ჩვენს გვერდით გიხართ ხალხო გინაცვალით არა მარტო თბილისელებო ყველაში ვუხდით ჩემს გულშემატკივარს მადლობა აუცილებლად ერთი კიდევ ტაში თუ შეიძლება ეხლა რა მინდა იცი გითხრა ჩვენ მაინც რაღაცნაირად სულ რაღაცას ვფიქრობთ ხოლმე რა შეიძლება ამა თუ იმ სტუმარს გავაკეთებინოთ ისეთი რომ ცოტა სხვანაირად წარდგეს ცეკვა არ მთხოვო ეხლა არა ხო იცეკვე უკვე და დაწმუნდა მაყურებელი რომ მითქია იმესაც ვიცეკვე და კარგად ცეკვა ამაში ის მერე მუხლებზე მგურნალობ ერთმნიშვნელოვნად მაგარი ბიჭი ხარ არ არის პრობლემა მაგრამ იქნებ გეცადა და თუ მღერი ამისთანა ბიჭები მყავს ქსოვრელებთან ერთად სიმღერას ხალხი ნატრულობს სიმართლე რო გითხრათ ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ოდესმე მე ამ ბიჭებთან ერთად მე მღერა მეს მე რას ვაკეთებ ჩვენ აქ ცადოთ რაღაც იქნება გამოგვივიდეს ხო ცადოთ რა სიმღერა ერთი გემრიელი ჭრელ ბაღდადზე შენ გენაცვალე გეუბნები რა მართლა შეძლე ნახოთ არ ვიცი მე დიდი ხანია უბრალოდ არ მიმღერია მე ბავშვობის მერე აღარ მიმღერია და ნახოთ რა გამოგვივა ბავშვობაში ცეკვავდი და სადგეცალა მაგისტრის არ გეცალა კი ბატონო ნუ ახლა ის ფილმია ცეკვაზე გადაღებული თუ არა სიმღერაზე რო გადაიღებენ იქაც ესე იგი ჩემო ძირფასო ტელემაყურებლებო დღევანდელი ჩვენ გაცემის სტუმარი გახლდათ თედო ბექაური რომელიც ეხლა ასე ექსპრომტად ჩემო ნიკოლოს შეასრულებს სიმღერას და მოდი თქვათ რომ რაღაცნაირად რუბრიკასავით გაჩნდა ჩვენს გადაცემაში პატარა ნაწყვეტებს მღერიან ხოლმე ესა თუ ის ცნობილი სახეები და ჭრელ ბაღდადზე არ არის ადვილი სიმღერა და იქნება მუსიკალურ კონკურსშიც მოგიწიოს და ესეც მინა თბილისში ნახოთ ჭრელა ბაღდადზე გავშლის უფრას ზეგადავიდა გამადო კიდევინოს ეგება შეთვარე შავა თვალება უნებელია და მაკოცენინოს მე ალალი შრომიდ ცოცხლო რაშობია Tales mogizida ora tajalis kore
ცოცხალთებს მოგიზიდა ხორათა ჭალის ქორაფა მწვანე ეს ხუთი და ყურებიანი არ იყიდება სადღაც. რომა მათბოს მატარა დედა ბიჭო რასიცივია რაციმა ფეჩ ვეღარათბოს ბიჭო იმნაირი ყივნა არის. ინვარარიო? ყივნა. აი დედა. ყივნა არის იმნაირი. ხელი დავადე წახან ფეჩ და ფეჩმა გაწი იკითხელი გაყიდული გადაირია. ეგრე გითხრა ფეჩმა. ფეჩმა. აბა მეურე მითხრა. აღარ დალიო შენო. გოგია ეგ. გამარჯობა ხალხო. აბა როგორია საქალე? ცოტა კაცაცია. უძლებ ზამთარსა, ჰა? შესგენაც მოსიპული არის. გავიგე, კახეთი მონაგონიაო, დასავლეთში იმითანა ხდებაო. გაიგე. ვიო მე რაჭკვიანი კაცი ვარ, ვიო ხედავ. აბა ჯარაჯალდაბა ვარ რა გამითხარი მე. მაგარი. საგამოასარი. რაგაც რო ვიყიდები ვიო. ახლა მაგის თქვა იქნებოდა აღარ დალიო ძამიო. ეგ რა მაგადრე ვიო. სიკვდილის ძირა ვიო გადა. შენა მაგაზე დარდით უფრო მოიკუდები, ვიდრე სიცივითა. რა კიდა რა? შენ ვინათა გუგუნებს ოთახი ჩვენი ფეჩი? მარო! შემოდგი შენა ბუღლამა? მარა ოქეჯი ბიჯო. მარა ოქეჯი. მამის ბუღლამა რო უხდება, იგრი არაფერი. დაჯე, ჩემო პონჩიკო, დაჯე. მაგრამ ეხლა, ემან დღვინო არ გამაგონოთ. ჯაჯაზე უნდა გაქეიფოთ სულა. რო არ დამიცივდეთ, ო, კაცო, რა, იგე ეხლა წალამზეც ვიყავი გადმოვიტანე და გადაცემას რომ მოისჩებით, წადით დაალაგეთ. კაცო. მე ჩვენება თუ რა არის, მარო, ხო კარგად ახარ შენა. რა საუბრიო? მე კაცო, ეხლა ამ ამიჩი დალებას ვერ აგიკრძალებთ, კაცო. კი არა და იგე და ეთერაც უნდა მოგიჯდეთ და ერთად ჩაუდგეთ, ჰა? რა სიტყვით, აბა? მაგად რო გავატარე. მერდო, კარგი თვალით გადმამხედე და ახლა ესეც თუ მეჩვენება, რასაც ახლა ვხედავ. მართლა ხარტაფალი ვიუბეთ? არა, ბიჭო, არა, მართლა იძახის. გოგო, წადი ეხლა შენა საქმეს მიხედე და ეთერა გაავთხილე დღესა რომ გარმოზე მაგას უნდა დავაკვრეინო. რა საუბრო? გოგი აი ხარია გამოვადნილი. იმა ეჭიდავებოდა თოლში და დააწყვიტა დავლა დააწყვიტა მობეზრებული ჟღვინტლი. სერაგია ვიო დიმასაოლა. აბა მარო გოგინდა ეხლა ეგრეა. ამოდენა კაცო შეეჭიდები, დაგახეთქებს, რა იქნება? ვაფთხილე და ვაფთხილე არ გაიცა. იზუ იაპონური მომალი ვიტარია. ცარიელა გულია, აი. აბა, ისე რა ვიცი გავედ ვიო? მაგრამ და როგორი გოხდა თოლი ბაბა დაიდგით ეზოში, გასო. მართალია ეხლა ცოტა სტალის უფრო იგავდა ეგა. და ცოტა სტაფილოც რაღაცა იმ ადგილზე ვერ ეკეთა, მაგრამ მაინც კარგი გამოვიდა ბოლოს. ერთობოდით, მაგრამ გვექნა ეხლა, მაგრამ ეგრე, საიდან მაიგონა სტალი? შენი ბრალია, ფიჩხი მივაკრატო. ეგე დებს გავს, ა? აგერად ვიო ჩემ. შენ კიდე გადი ვაკა ხარ კიდე, მიხედე საქმესა. ჩიტოვით, შენ კიდე დაიწყე, მიდი. კარქა ამოურიე მაგაი. ნუ გეშ. ხორცი ადულად რო გაიცვიდეს ძვალსა. აბა რა ვიო. შეგენაცვალე ისე კარგად ლაპარაკობდა ჩემი დაიე, რა დაგაბადლით ვიო აკანა. წაკითხვასა. მე გეტყვი ახლა რომ ზამთარმა კუდი თელ საქართველოში მეიქნია ჩემო ძამია და მატარებლის რეისებიც კი გაჩერდა. არა და ახლა ვაპირებდი ჩემი ერებთან ჩასვლას ქუთაისში, მედი არ გინდა ვიო მართლა. ეხლა მე რო ვაკვირდები ეგ თლად კუდი არ არის მოქნეული.
ეგეთი სუსხია, მაგრამ შენც არა გაქვს პრობლემა, კაცო. ეგე გრეიდერი თაპირებს ფირუზა ფოჩი წასვლასა და გაგაყოლებს. რა პრობლემაა? გრეივიო. ვიო, გრეი არ მინდა ზამია. გრეიდერი მზავრო, არ შემიძლია. ცუდად ხდი. აჰა. ვეგდები ისებია ქნები გაჭირვებული. ხოდა რას ვამოვდი ბაცალიკო? მიხარო და კაცო თებერვალი დადგა და ზამთარი მთავრდება თქო და ახლა არ დაიწყო ვიო. ბათუმში იმნაირიღებდა არის. ზღვა გაყიდა და თავისუფლად შეიძლება გასრიალდე თურქეთამდე. რას გონს გააჩნია თუ არა კაი რას გონი თუ ეიგე. რო გაკრავ ფეხს 2 საათში სტამბულში ხარ. ამას ის 80 გრადუსიანი აქვს ჩარტყმული გეუნეი მეშენა მიპარულია. იმოდენა თოვლი მოვიდა ბათუმში რომ ბაკურიანელები იქ დადიან საცრიალოთაო. დაიგენა. მაგი მეც ნახე ზამია ბათუმში ვარ თოთხილაბურებით გა ავტობუსით და სრიალობენ ხალხი. ახე ვიდეო მაჩვენი ეხედა ვიდეო დედაუდე მან და იგეთი ამავია კონტროლერების მაგრივად და მოციქაროები აჯანივებდნენ. აი უბილეთო გზავნეს. მა არა ზამთარი არის ზამია კაი აქანა. კი და ბათუმი ვიო. ზაფხულში როა იმის მიატენი არ არის ზამთარში. ეგრეა. აბა სადა კურტკიერ კაცებს რო უყურე ბულვარში და საათ კუპალიგია ხალე. ეგე იმით ვარი რომ შენერი გარყვნილი კაცებისთვის ნორმალური რუჯი ვერ მიგვიღია ქალებს. დაგიწყვეტია თვალები და გიყურებთ ეგრე გოგოებს. ესა ქალო შენა შენ ნორმალური რუჯისთვის 1-4 მზეგინა სად არის ეგრე? არ არის. მოგცემ ახლა პია შენა. ცოტა ჯგირად იყავი თორე წახვალი მზაფხულსა წნორში. მამინდა შენთანა. ყოღუა კი არა ბზუი სახელებს თუ დაგაჯდა დედა მოვია შეიძლება ერთ ამოწავაზე 14 ლიტრა ზიზღელი ამოგივი. ეს დაბარა. ერთ ხელმარს როჟი დაუყობის ნებს დააგდები ეს ყოღო შემითა. ამაიჩინა ახალი სიძე ვიყავი წამიყვანეს იქა. ყოღო ჩუსტი ვესროლი. ჩაიცავ გაგმოდა კაი. ვერ შემოგიბრუნდა და არ გირწყა მადლობა. მიდი ბუღლამაი მიხედე მიდი თორე შენ ჩვენთან ხო იცი ვერ მაიგებ სიტყვა პასუხში რა. იგე ეთერა მიხედა. რამე არ ჩაგვიყარო შიგა გოგო გაჩენდი აი მიხედა ზადაკ წამოს აქა. მიდი დაჯექი აქა მაშინა. იზი ხარ ხო რავი კაცო შიმშილისგან ვეღარ აქქენდა. მიდი და დაიწყი ამბავი მიდი აბა. კახია მა. მოკლედ ხალხო. კვლევა ჩაატარე თურმე და ანტარქტიდის პინგვინებიო დღეშიო მინიმუმო 10,000 იძინებენო. აი ცოტა ნეტა ეგ როგორ არის ანერადა. როგორა და ცოლები აღვიძებენ ყველა წამოძინებაზე. ადეთებს მაიტა ბალღებსა შეათვალბათ რავი მაგადე და ცვატირია ვა. მაგი რა ვერ არის ჩემოდაი აიცი მე გეტყვი აგენ. აბა პინგვინები საერთოდ ძალიან მშრომელი შრომელები არიან და ბევრი ძილი ჭირდებათ, იმიტომ რომ ისე იღლებიან. თვალგახელისა ძინავს, რაც აქ არის ჩამოსული ესა. როგორც თქო და მასში თუ ლაპარაკს. როგორც კი მოიციან ეგრევე. ხოგაიგე. ეს ეთქობა ნახევარი პინგვინის არის ჯიშითან რა იგი თორე როგორ გადათარგმნა ეგრე აგე როგორ გააკეთე ვიჯამ ეხლა პინგვინია სუფთა პინგვინი ეხლა და რა მაინტერესებს ისი ამას რო უწერს ექიმი ნეტა ძილის წინ უნდა მიიღო რომელი ძილის უნდა მიიღოს ეხლა ეგ არის აი 68 ო ეგრე უწერს კარგით ხალხო, ისედაც იყინება ქვეყანა, კიდე პინგვინები მინდა, ეხლა დიდი თოვლობა მინდა კაცო. მაიტა ეგევა რამე უფრო თბილი ამბავი ეწიროს აქა. აი უყურე ეხლა ბალტიის ზღვის ფსკერზეო, როგორი თბილი ამბავია დააგვერდი? 15 მილიონი დოლარი ღირებულები კოკაინი იპოვის. რა გევიგონ ესე იგი ბალტიის ზღვის შპროტის კონსერვებს დღეიდან ნარკოდილერები გაყიდიეს ყველა. ერთი შპროტის ბაკა სამკაცე
რადიო თქვი მოუსწორდება სამკაც მოუსწორებს აჰა მეტი რა ვიცი იმასაც ამბობენ რომ მომხდარის გამო წყალქვეშა დაივიგ ტურზეო 1000-ობით მორფინისტი ჩაეწერაო კაცო მე და რითი მიხდნენ რომ იმ ადგილას იყო ის კოკაინი ჩაძირული ჯო ეგ რომელი თვე არის სეზონები მადა ტურისტული ივნისის ხوار უწევს 15-დან აეგრე ხო კი ნახლა შვებულება მაითხოვა გეიმ გაყუჩული როა მაგ პერიოდში და არ მითხრა სადმიდის აბა კიდე კოკაინი უნდა რა სამო დაგრავს ვალდიგიზმის სანაპიროს იმ ადგილას თევზები იჭდნენ თურმე ზურგზე და იმას აღეროდნენ აგე რასაო ბიჭო იზირება გემი მაგრამ სულ თევზზე კიდიაო ნო სტავრიდგები იყვენა სამოძოლის კუბრია გივერღერის სტავრიდა ბიჭო ის თევზები მერე თუ ფოტოჟურნალის დაუკითხიათ რა საიდან ამდენი გაგაინიო საიდანო სელაპე გამოუძიებლებს საიდანო და საიდან გაჩდაკანაო და ისე დუმს ყველა ხვაზე გეგონება პირში წყალი აქვს დაგუბებულიო იყურებინეს თევზის თვალები მაგარა ჭრიჩები არ ეგ რა არის უფრო მაგარ ამბავს გეტყვი მიდი მაცხე ცოტა კი შემეშინდა კიდეც რა რო იცოდეთ მაგრამ მიდი აბა ოკეანეშიო წყალმა უზარმაზარი ცხენთევზა გამორიყაო კაცო ხო და მაგ თევზაო მეორედ მოსulis თევზს ეძახია ნუ გაიგე მე მგონი რომ კიდობანი აშენება უნდა დავიწყო დრო არის შავი ყვანშიგა მაროსა და ვირსა ვერასო კიდე კამეროი მეისა ვიო გავაჩარიტინო რაის კიდობანი გვატყუებე რაცხა საგანე მეო ისეთ ცხენთევზა რაჟიში ამნაირი იარა საიდა გაჩთა ან ცხენმა იმაიმურა რაც გოგიარე შეიძლება ან თევზმა თავლა დედამოა იმოდედა კოკაინი ჯაღარე ზღვაში ცხენთევზა კი არა ჯორთევზა რო გამორიყა არ გიკვირთმა კიდევადი აი აყნოსილი ქონდა ეთქვა მაგასა თქვენ ხუმრობთ და რა გამორიყა ნაპირზე ნეტა რა ხდება ეხლა ეგეთი ვითომ რა არამერი ისეთი შემოდაია ცხენთევზა თუ იყო ეთქვა ნალები დაუსვა დასაგუნანი გამერი მაიცადერი რავია ცხენთევზა რაც შემფეხებად მინდოდა გემერი ყაქალთევზა მაგიდე დავატიტი კაია კაი თალთევზა თანა შეჭამ თანაი ო მარა მაინდომა ბიჭმა იგე მაინდომა მიდი შენა ბუღლამას მიხედე და მე რას მოიდომებ პირველის მემრე გეტყვი ღამე წადი არ დეძინოს ეთერასა ეხა და წაყვე ქვაბში ცხვირი იყო მოდი ვარდო მოდი ჯიგარო სამო ჯიგარო შეიძლება მოდი გენაცალე მოდი შემო ყოლას ვეძებ გაიგე შედა ყოლა ბუღლამას სუნი გამოდიოდა აქედან და ვიფიქრე აქ შემაიდურტებოდა მეთქი გარეწარი მოდი სიდეცარები ხარ დაჯი დედა ბუღლამა კარგია რატომ აგრეთ ზაგრამს გარე დედა აბა ზაბია მართალი ხარ შენ კაი რო არის ბუღლამაი იმიტომ ჩავარიხინეს ეს რეგიონალური ემბები უცებ ჩემო ზაბია ბიჭო ვარდო მამხედი აქეთა შენა ბიჭო აგე ისე რო არის ვინა როლანდა ოქროპირიძე კაცო შენი ბიძაშვილი შენი ძმისშვილია კაცო შენი ძმისშვილია აგრე ვართ მე და მამა ვენაცვალე მაგარი რომ უმღერია აგე პაატაითა და შოუში ეხლა ჩვენა თელაველებზეო და ამბავი ხო ნახე უსმინე კაც ძალიან მეწონათ ხალხს და გადარეულან ესაო ისაო მე ვასწავლე სხვათა შორის ეგ სიმღერა მაგ ძაღლიშვილმა დედამოა შენა ბოლომდე ასწავლე მარტო მისამღერა თიმღერა მაშინ მე კი ბოლომდე ვასწავლე მაგრამ ვერავის ეხა მაგისა ვერ გაიგებ მაგის ამბავია ეთყობა რა ვიცი ერთი იდეა მომევიდა შენს ამბობენ იდეების რიცხვა ხაშლამივით ალაგები რა ვიცი და ეხლა გეტყვი გაიგე ეს ხო ჩვენიანია კაც
რავი, მე მგონი ხო რა. უცნაურად კი ლაპარაკობს, მაგრამ შენა ხო. ეხლა მაიტა ეთელავი გურჯაანის ამბავი როგორღაც დავალაგოთ რა, იცი რა უნდა გითხრა რომ მე მაგ სიმღერა ვიმღერებ, ესე იგი თელავზე ბოლომდე. აჰა, კარგია. შეგიდენა როგორ თელაველმა კაცმა, კაცო გურჯაანს უმღერე რა, არ შეიძლება? რა არ შეიძლება, ბიჭო? რა სიყურე, ჯო. ძედავიჩო. ელი რო არა მაგდრესო კარგა. ეხლა კანაგა ლაპარაკობ და შენც კაი ძაღლაღანა ხარ. ეხლა რაში აიცი საქმე ვარდო? შენ დაიწყე იმღერე, შენა. მე კიდე მოგიკვდე ჩემი თავი. მამე ეხლა გურჯაანზე თუ არ ვიმღერებ, იგრე როგორ ექნება ჩემი წუწუფელი. მე რათა შენ დაიწყე, ჯერ არა, შენ მე დაიწყე. იცი ჩემერთვები ახლა აქ გავაკეთო. აი თვალია კაცი. შეხედე იდეა. თვითონ იდეა. ბატონო ვარდენ. ვარდო ბიჭო, ვარდენ არა, ვერ გავასწორებინე. ოფიციალურად მიმართა. ო, მიდი ხა. ერთია არ იჩხუბოთ, ერთია. ხო. იდეა რახა თქვენი იყო ბატონო ვარდენ. უნდა დაიწყოთ თქვენ. ამან ახლა შეგენაცვალე მე შესაბამისად დაახრის ხოშკაგალასავი ჩემი მიხო იაგერ ხო და თუ გაამართლა მე ძალიან მემეწონა ეკთება მე დაუკრათ იგი იგوانელები ხონელები იგი საჭერეთია თორე გასაგებია ეს თორჩევერია ჩემი სიმღერე თუ ამენი ამბავი გადაწყდება ვიმღერებ ეგე ბიჭებიც აქ არიან ხომე მეხმარებით გენაცვალე მე ეგე ერთი ისა გვაქვს პრობლემა. რა პრობლემა? აქ არის ყველაფერი. მე უნდა მეთქვა ის არა მოგწევი და თურმე აგარაგორია. ბატონი ვარდენი თავში. მიდი, იცოდი. შეზია გურჯაანი. მზათა ვარ, მიდი. სიმღერაი ასრულებს 4 დოლი. თელავზე ჩვენ ძმა და მეგობარი მეზობელი რაიონიდანა ვარდუა ჭყიტაშვილი. წავიდა. აში კარგია ბიჭო მაგარი ეზეა ექსიტბო შენი სულთან დამყვება სიცოცხლეს გავხარ დაულებელსა კარგი ხო სულში დასახლდი და იმის მერე გულწინა ნუცრა გაუნელებს რა კავკასიონი ცადა მოსაუბრე მომენადარება წარსული შენი დარდებით სავსე ანუ გეშებს და იმედით მავსებს მომენადარება ვარდების პეთქვა მაჭრის ნუგილო ამდენ სიავეს როგორ გავუძე გაგიბედავო შენთვის დავრილი ღმერთმა შეგარგოს როგორც დედის რზე ჩემო თელავო ექსიტბო შენი სულთან დამყვება სიცოცხლეს გავხარ მტერობის რისხა სულ შეუძახო შენ მაჭადარმა და გული ფარხამალს ისევა ისხა ეგ მთები ლურჯი გაუხუნარი კავკასიონი ცადა მოსაუბრე მომენადარება შეგენაცვალე წარსული შენი დარდებით სავსე მან უგეშებს და იმედით მავსე შეგენაცვალე ვარდო მომენადარება ვარდების პეთქვა მაჭრის ნუგილო ამდენ სიავეს როგორ გავუძე გაგიბედავო სისხლიალალთა შენთვის დავრილი ისე შეგარგოს როგორც დედის რზე ჩემო თელავო შეგენაცვალე კარგი ხარდო შეგენაცვალე ნაღდიხა
არის კავკასიანიცა და მოსაუბარე მომენადარება წარსული შენი დარდებით სავსე მან უგეშებს და იმედით ამავსებს ვარდების ფეთქო მაჯრის დუბილო ამდენ სიავეს როგორ გაუძე გაგიბედავო სისხლია ლალთა შენთვის დაღვრილი ისე შეგარგოს როგორც დედის რძე ჩემო თელავო აგარი ხერხებია თვითონ საწავიდა ეკაციო თვითონ საწავიდა მე მაგის აქ არის ვახ მაინც არ იმღერა რა აი ეს წავიდო და ყოლა აქ წავიდო და მაგას უნდა ასიანი აქე ახლა კი სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ ყველასთვის საყვარელი შემსრულებელი, საოცარი ხმის და გულის მქონე ადამიანი, მუსიკოსი დათო კენჭიაშვილი. ეთილი იყო შენი ფეხი, შემოგვიძნაო. მე გადავხტები. ოცამდე დავდარდე. კარგი ხარ? ბრავო, ბიჭებს. მაგარია. ესე იგი, ბიჭებო, მოგესალმებით, დიდი სიყვარული. ჩემო დავით, ისეთი გავარდნილია ეს სიმღერა სოციალურ სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში, უпростоრად რომ სხვა არ ვერ ვთხოვეთ სხვა ისეთი რამე და ინსტრუმენტებად თვითონ დაუკრეს მე მგონი, ხო? დათო როგორ ახარ? კეთილი იყო შენი ფეხი. დიდი მადლობა. ძალიან მკაცრები ნუხართ ახლა სასამართლოზე მგონია თავი. არც ეგარ არის გამორიცხული. ესე იგი, მოგალაქებ. დავით კენჭიაშვილო. რა ხდება მითხარი, მოგვიყევი შესკენი, გიყურებთ, გადევნეთ თვალყურს, როგორც დაიწყე ზევით და ზევით მიდიხარ. სულ ზევით, მაღლა და მაღლა. ხო, არ ვიცი, ალბათ რა ვიცი, არ არსებობს ჯარისკაცი, ვისაც გენერალი არ უნდა გახდეს. ალბათ მეც დიდ სცენაზე მინდა მოვხდება, რა ვქნა, რა გავაკეთო მითხარ. შენ თვლი რომ არა ხარ დიდ სცენაზე? დიდ სცენაზე, უფრო დიდ სცენაზე მინდა. ამაზე დიდი სცენა რა არის? ხა ეს რა იყო პირდაპირ შეტევაზე რომ გადმოხვედი რა? არ ვიცი. დათო, მოკლედ, როგორც ვიცით, 7 მარტს გაქვს კონცერტი, ხო? კი, 7 მარტს მაქვს ტრადიციულად. დედების დღეს დედებს უძღვნი ყოველთვის ამ კონცერტს. ტრადიციულად ვატარებთ ხოლმე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მაგრამ არის მომენტი, როდესაც პატარა დარბაზში ვაკეთებთ ხოლმე 20 ადამიან დარბაზში ვაკეთებთ 15 ადამიანს. უბრალოდ სიმბოლურად 7 არის 7. 7 მარტი კი, 7 მარტი არის 7 მარტი და რაღაც ყოველთვის მიწევს ხოლმე ამ კონცერტის ჩატარება და რაღაც ჩემეული ვიბრაციების გაშვება, ასე ვთქვათ. აი კაცი. კი ბატონო, კიდე მე დარწმუნებული ვარ, რომ ბილეთები უკვე იყიდება, ხო და იყიდება კი არა, ცოტაც იქნება დარჩენილი ძალიან და თან ახლა კიდე ჩვენ უნდა წაგართვათ 2 ბილეთი და რა 6 ბილეთი და რა ავიღუპე. ყველა აქედან ერთად მიდივართ, ხო? დავიღუპე კარგი. არა, უნდა გაიგრძელებიათ დათოს, უნდა სამწუხაროდ გადავდები კონცერტი ვეღარ იდეაში ახლა მე აქ როგორც მომღერლის ამპლუაში არ უნდა ვიჯდე. იმიტომ რომ მამაჩემს უნდა და ძალიან გაამოსულიყავი სამხედრო. თვითონ არის სამხედრო პოლკოვნიკი და უნდა და რომ შემაგდო მოკლედ ამ каранტინში მახოხიალა მთელი საფხული გველებში იმაში და გაუბარა თავის კოლეგებს დაუბარა რომ არ დაინდოთ და არ დამინდეს მოკლედ გაამწურეს მე ჩამოვედი სამხედრო აკადემიაში ვსწავლობდი იქ ვერ მოვისვენე მე იქ ჩამოვაყალიბე პატარა ანსამბლი და მოკლედ ვიყავი ჩემი იმაში ხიფში და ბოლოს რომ მიხდა რომ არ გამოვავა მისგანვე ეს არაფერი ახლა ან საზღვარზე უნდა მდგარიყავი და ან თვითმფრინავის მეორე პილოტი უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ პირველი სარისკო იყო მეორე პილოტისთვის ამიტომ ხო მაგრამ მე მინდა გითხრა რომ შენ საქმე შენ გენერალი ხარ
ასე ჯობია. სწორი გადაწყვეტილება. მამას უნდა და პირიქით, ჯერ უნდა და რომ გახდი გენერალი და მერე იმღერეო და დათო ჯერ ვიღერებ და მერე გავხდები გენერალი. მოკლედ არ გამოვიდა ჩემგან არც ქვეყნის მცველი და არც ფრენავი, ამიტომ ჩემეულად ჩემებურად ჩემი ქვეყნის ასე ვთქვათ მცველი. ესე იგი, რა მინდა გითხრათ, უკვე ხელოვნებას ემსახურები წლებია. კი. და ბუნებრივია მაღალია ცნობადობაც შესაბამისად. ყველგან ცნობენ, გეფერებიან, არის ერთი ამბავი, ეს ხა ვის ერთი ორჯერ ზედმეტად გამოჩნდა, რომ ცისფერ ეკრანებზე ჩემო ბატონო, გასაგები ამგრა. შენ ერთი კარგი ამბავი გაქვს, როგორც ვიცი, ხელოვნებასთან და რაღაცა ბანანთან დაკავშირებით და ხო არ მოგვიყვები რა. ეს სინთეზი რას ნიშნავს რომ გავიგოთ? კი, მოკლედ დევიდ დათუნა ყველასათვის ცნობილი ადამიანი იყო, ასეთი გალერისტი, სამწუხაროდ გარდაიცვალა. ძალიან მინდოდა მის გაცნობა მოკლედ და ჩემმა მეგობარმა წამიყვანა მოკლედ მის გასაცნობა და ამასთან ერთად დევიდ დათუნას ნათესავებიც იყვნენ ჩამოსული და დევიდ დათუნა თუ არ იცის ვინმე, ეს იყო ის ადამიანი ცნობილი გალერისტის ბანანი რომ შეჭამა კედელზე მიწებებული. მოკლედ და ნუ ჩემთვის მხოლოდ მაგ ბანანით არ იყო ცნობილი, ძალიან ბევრი ცნობილი ამბავი უკავშირდება მაგ ადამიანს. ამიტომ ველოდებოდით მოკლედ დათუნას და დათუნა 10 წელი არ იყო თბილისში ჩამოსული და მთელი სანათესავების ის. ნუ ჩამოვიდა მოკლედ და ეს ხალხი დაიზრა რომ დათუნა მოვიდა და ამ დათუნას ჩაუარეს გვერდით და შევრჩიმე ხელს. ეს ადამიანები რაიონებიდან იყვნენ და ეს გაოგნებული იყო. ვერ გაიგო რა მოხდა, არა და მე მის გასაცნობად მივიდიოდი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. იცი რას გავს ეს ამბავი? ემაზე რა ქვია ზღვაზე რა წამოკოტრიალებული იყო ერთი ჩვენი მეგობარი. ვიტყვი ხა ჩვენი მეგობარია თაკო აბაშიძე იცი მსახიობი. კი, რა თქმა უნდა, როგორ არის. თაკო არის ნებივრობს, არის ერთ ამბავში და მივიდა ახალგაზრდა ადამიანი და თუ შეიძლებაო სურათიო და კი შემეზარაო თაკო ყვება გესმის და ნუ კარგითო რაზეაო საუბარი ადგა შემოიყია რამე და იმ ბიჭმა მიცა ტელეფონი და დაიყენა გო გადაგვიღეო. თაკო ისახის გადავირიე კი რაღაცო. აი ამ ამბავს გავდა ძალიან. ო, კი ბატონო. დათო, რა ვიცი, ახლა შენ ძირითად პროფესიას რომ შევეხოთ, მაინც ანუ ეს სიმღერას როდი ბავშვობიდან ხო ზოგი ამბობს რომ მე სიმღერა რო ვიცექი აკვაში ვღიღინებდი ჩემთვის. კი, იცი. შენ ხო ანუ ბავშვობიდან მღერი. იცით როგორ არის, ეხლა მთელი ჩემი ოჯახი, მთელ ჩემ ოჯახს აქვს აბსოლუტური სმენა. ვერ ვიტყვი ახლა იმას რომ პროფესიონალურ დონეზე დაეუფლეს მოკლედ ამ სფეროს ამ სივრცეს, მაგრამ ყველას აქვს აბსოლუტური სმენა და არ იყო ახლა ჩემთვის არც ბავშვობაში ახალი, ამიტომ ძალიან ახლო უბრალოდ არ მიყვარდა მაგიდაზე თუ სკამზე რო აღარ ყოფნი და თუქო მაგიდაზე აყვავდი რომ მოდი კარგად გამოჩნდეს ეს ბიჭი და საოცრებებში ადიოდნენ და აი ლამის და დავანებე სიმღერას თავი, მოკლედ ბეტვის ხიდზე გავიეროთ, რომ ყველა მაგიდაზე მე ვიდექი. ანუ ახლა ხვდები მე დათო რატომ ღერის კარგად, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს მაინც ვერ მოატყუებს და ამიტომ არა, ჩვენი მსმენელი ხო იცით როგორი კრიტიკულია რა. ხო გამოცდა ესეთი, თუ ჩვენი მსმენელის წინაშე გაივლი ამ გამოცდას, მოკლედ სხვა ქვეყანაში საქართველოს გარეთაც უკვე. და თუ იცი რა მინდა კითხვა, აი ჟანრი როგორა გადაწყვიტე კონკრეტული ჟანრი? თავიდანვე მოგწონდა ეს თუ როგორი? თავიდანვე მთის სიმღერები ჩემთვის იყო ყოველთვის ძალიან ახლოს და მისი ვიბრაციები და ჩემი პირველი სიმღერა, მოდი ასე ვთქვათ, პროფესიონალურ დონეზე. რომ ვთქვათ. ნუ ბავშვობაში ახლა რომ მომღერებდნენ მაგიდაზე, არა. არის მაგიდაზე. 2008-ში იყო ჩემი პირველი სიმღერა ქალბატონი ლელა თათარაიძის შენმა სულმა დამლია. და აი მაგ სიმღერით მოკლედ შემიყვარა ჩემმა მსმენელმა, ამიყვანა ესე. და ამიტომაც აღარ გადაუხვი ამ ჟანრს, ხო? აი ნახე, არასოდეს არ გადაუხვევ ამ ჟანრს, უბრალოდ მე მაქვს რამოდენიმე განხრით ახალ-ახალი კოლაბორაციები. აჰა.
მოგეხსენებათ, ჩვენი ფოლკლორი არის უძვირფასესი. უდიდესი განძია ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ რატომაც არა, რომ ჩვენი ფოლკლორი მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს რაღაც გარკვეული ჟანრებით. როგორიც არის მაგალითად ვთქვათ რეჩიტატივი და ფოლკლორის სინთეზი, რომელიც ძალიან მალე გამოვა ფართო აუდიტორიის წინაშე, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზი და ყველაზე საინტერესო, ალბათ დღეს უფრო აქტუალურია, იმიტომ რომ ახალგაზრდები ძალიან ხშირად უსმენენ ამას, ელექტრონული მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზი. კი ბატონო, საინტერესო. ჩვენ უკვე აქვს პროექტი მავკა და მირიანთან ერთად, რომელიც ელექტრონულ მუსიკაზე მუშაობენ და ძალიან საინტერესო პროექტი გამოდის. ამავ დროს ერთ საინტერესო ადამიანთან ვაკეთებ კოლაბორაციას. სხვათა შორის ქალები გაცილებით უკეთ იცნობენ მსოფლიოს ქალები იმ ქალბატონს, მაგრამ მე არ დავასახელებ მაინც სახელსა და გვარს. თუმცა ვიტყვი, რომ სულ სხვა რაღაცით არის დაკავებული და სულ მუსიკალურ საკითხში უნდა გააკეთოს ჩვენთან ერთად კოლაბორაცია. კლასიკური ჟანრით. ამიტომ სულ მალე წარდგება ის ქალბატონიც არ არის ქართველი. ამიტომ ძალიან მალე წარვსდგებით ფართო მსმენელის წინაშე. ეს არის ჩემი კოლაბორაციები. ამიტომ ჩემთვის ყველაზე უმთავრესი არის ის, რომ თუ რაიმე კოლაბორაციას გავაკეთებ ან შევქმნი, ეს იქნება აუცილებლად ჩემი ქვეყნის ფოლკლორზე და ჩემი ქვეყნის ვიბრაციებზე დაყრდნობით. ბრავო! იქნება მთავარი კარგი. კაცო, კიდე ერთი კითხვა, რომ ღერი და გადასარევად ართმევ თავს ამ ყველაფერს და კარგი ჩანაფიქრებიც გაქვთ, ეს უკვე გავიგეთ არა. ახლა დაგვაინტრიგა, ხო იცი? ვინ არის ის ქალბატონი? აუ, კარგი, ყურში გეტყვი მე რა. კარგი, არ გინდა. გადაცემა დავამთავროთ ეს 9-თა შორის ჩვენ გვინდხრა. ხო იცი დაცო მაგაზე როგორ არის? მართლა გეტყვით. გინდა ჩვენთვის გითქვია, გინდა ტელევიზორში გამოგიცხადებია. რა საერთო? ჩემ კი კინას ვეტყვი თუ მომცემს ამის უფლებას. აი ხედავ ექსკლუზივს მე მგონი რომ ექსკლუზივი. ჩემ პროდიუსერთან თანხმებ ამ პროდიუსერს აკავებს იქით 3 ადამიანი, თქვენ ვერ ხედავთ ამას ძირფასო ტელევიზორებლებო, მაგრამ რატო ესე იგი ხო ის მინდოდა მეთქი მეკითხა რახან პროფესიონალური მუსიკოსი ხარ, მუსიკალური განათლება თუ გაქვს და სწავლობდი მუსიკალურში თუ ჩემსავით ინჟინერ პოლიგრაფისტი ხარ? სწავლობდი ესე. მოკლედ ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყავი პროფესიონალი მუსიკოსი. აჰა. განათლებული ჩემ ოჯახში უნდოდა რომ ფორტეპიანოზე დამეკრა მოკლედ და დავედი მუსიკალურ სასწავლებელში პირველ კურსზე. პირველ კურსმა ჩაიარა კარგი ისაღები გამოცდებით, ასე თუ ისე გაჭირვებით ჩავაბარე, იმიტომ რომ მე თვით ნასწავლი ვარ, ყოველთვის ესე იყო და არანოტებით. ამიტომ გაჭირვებით მოკლედ ჩავაბარე და შემდეგ წელიწადს მოკლედ როდესაც მივედი არ გაამართლა მოკლედ რა ამ ჩემმა ამბავმა. იმიტომ რომ პირველივე კურსიდან გამომაგდეს. მეორე წელს უпростоრად მეორე წელს მივედი და გამომაგდეს. მართლა გამომაგდეს დედაგებს. ატო გამოგაგდეს. მეორე წელს რომ მივიდა არა მოიგითხე. ოღონდ რაგულით წავედი. რატო გამო? რაგულით წავედი ტანისამოსი ვიყიდე გამოვიდა. იქ ხო იცი ახალგაზრდა გოგოები იქ თავის თავად. მიდიხარ. თან ტელეფონები ახალი გამოსული იყო. Ericsson T18 მქონდა საკუთარ დასვ ეთხოვე წარმოიდგინე. კარგია. და ჭკუაზე არ ვიყავი და მეორე კურსზე რომ მივედი ესე კარგად ესე ჩალამაზებული რომ მივედი გამოვიდა ერთ-ერთი რექტორი იყო თუ რექტორის მოადგილე აღარ მახსოვს მაგრამ თქვენო გარეცხული ხართ შემახმა ეს ტელეფონი რატო გამოგა ეს T18-ით ჩემ დასასწყვილად გამოვართ ტელეფონი მიზეზი რა გითხეს რა
ყველა გაკვეთილზე მღეროდი, სოლფეჯიოს გაკვეთილზე მღეროდი, მუს ლიტერატურაზე მღეროდი. ოღონ როგორ მღეროდი, იცი ხმებში გაშლები და მოდი ჩვენ ეს ხმა ვიმღეროთ მეორე, შენ პირველი და იმათაც ხო საფრთხე შეუქმენი საერთოდ, რამის გამოყარეთ ის საწყი. მაგრამ დღეს თეორია იყო, პრაქტიკა იყო. არა, დღეს ის ყველა პროფესიონალი მუსიკოსია ჩემს გარდა. კი ბატონო. მაგრამ რა ვქნა, დავრჩი ესე გამოგდებული. ესე იგი უცნაური ქვეყანა ვართ რა, სიმღერის გამო გაგდებენ კონსერვატორიიდან. აბა, არა, კონსერვატორია იყო, მუსიკალური სასწავლებელი იყო. იყოს, არ არის პრობლემა. კონსერვატორიამდე კონსერვატორიაში. კარგი, კონსერვატორიაში რო გემღერა შეიძლება ახლა ციხეში იყო. ეს მუსიკალურში იყო, ასეთი ანუ საოპერო ჟანრს არ უნდა მივეკაროთ, როგორ არის? მე სხვათა შორის ძალიან მიყვარს საოპერო ჟანრი, ამიტომ საოპერო ჟანრისა და ფოლკის სინთეზი აუცილებლად უნდა გავაკეთო. ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ თავისთავად, იმიტომ რომ რა ვიცი, ყველა მესმის რომ ერთი სიმღერა, რომელიმე მომღერალის, ორი სიმღერაც შეიძლება, აი მოვდივართ, მაგაცურად სამი შეიძლება გახდეს და იყოს ძალიან აკრიფოს, ასე ვთქვათ, ნახვები, თანამედროვე ტერმინოლოგია რომ მოვიშველიო, მაგრამ შენ ხარ ტერორისტი. რატო ვარ ტერორისტი? იმიტომ რომ ბრაკონიერი ხარ, ტერორისტი, აფეთქებ ინტერნეტს. სადაც მინახე ბადით და დენით, გეცე. ჩაწე რაღაცას და აფეთქებ ყველაფერს. ხო, ერთი გასროლა შეიძლება ორი გასროლა. დინამიტით. კი ბატონო. არა, ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის. ხო, რა თქმა უნდა, ახლა მარტო კაცი ჭამაშია ცუდო, არაჩვეულებრივი. აი ახლა მაგალითად ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სიმღერა იორო, ხო? თეონა კუმსიაშვილის, ჩვენი თეოსი. ხო, აი იმდენად საკრალური გახდა ეს სიმღერა, რომ აი ყოველთვის ვიძახი, რომ აი ამ სიმღერას აქვს სწორი ვიბრაციები. ანუ ყველასათვის სწორი ვიბრაციები აქვს და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს კიდევ ერთხელ ვამბობ, აი რომ წარმოვიდგინოთ, მოდი ესე წარმოვიდგინოთ რა. დიდი სეიფი რო წარმოვიდგინოთ, შიგნით რო იყოს ოქროს ზოდები, აი ესე ჩალაგებული და ეს ამ ჩამილაგე 1-2 მილიონიც არის. ჩაგილაგებ, გაგიხურებ. და აი აქ კარი რო იყოს ღია და მოდით აიღეთო. ჩვენი ქვეყნის ფოლკლორი აი ესეა, აი ესეთი მდიდარია და მე ახალგაზრდებს ვეტყვი აუცილებლად რომ მივიდნენ იმ საცავში და გამოიყენონ ის ძველი სიმღერები და აღადგინონ და იმუშაონ. იმიტომ ამაზე მაგარი განძია. ახალგაზრდებს. დიმა, უსმენ? ახალგაზრდებს ვეტყვიო. ადამიანებმა ჩემზე კარგად იციან მუსიკა. მაგრამ იმ სეიფი და რისი გამომღებია ის გარმონი რო უჭირავს ზუსტად ვიცი მე და მაგ ადამიანმა გამოიღო უკვე სეიფიდან მუსიკა და კარგადაც გამოიღო. შეხვდა ის გარმონი და მაგრად აკეთებს სხვათა შორის მაგ ამბავს. მაგარი ბიჭები არის. იმიტომაც არის ჩვენთან. ნო და განსაკუთრებით უხდება მთიულურ მოტივებს ეს გარმონი და კლავისინი. იცი რა, სოციალურ სივრცეზე ვსაუბრობდი. ბატონო, სოციალურ სივრცეზე ვსაუბრობდი და საით მიმყავდა, იცი? რა, ამიტომაც განაპირობა, რომ ბიჭებს მევთხოვე, რომ არხოტის, ასე ვთქვათ, ჰანგებზე შემოგზანებულიყავი. ერთი შენი ვიდეო არხოტს რო ასრულებ, ნუ როგორც საღვნიშნე, ბრაკონიერობაში გადაიზარდა მეთქი, და ინახება, სად მღერი მაგას, სად ხდება ეგ ამბავი? არსად. რაღაც რესტორანია იქ თუ რაღაც. არა, სამწუხაროდ არ არის ისეთ დაწესებულება, სადაც მე ვმღეროდე ამას. მე ადრე ვმღეროდი რესტორანში, მაქვს გამოცდილება მიღებული. არა, მაგიდასთან შეხეთ, ბიჭები რაღაცა. ეს იყო აბას თუმანში, ჩემ უსაყვარლეს ადგილას აბას თუმანში, სადაც ყოველძაფხულს იქ ვატარებ, იმიტომ რომ იქ მაქვს პატარა ლამაზი სახლი, დედის სახელზე შევიძინე, იმიტომ რომ დედას ძალიან უყვარდა აბას თუმანი და სამწუხაროდ ვერ მოესწრო მაგრამ მის ასე ვთქვათ სახელით ვიყიდე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაქვს პატარა სახლი, უსაყვარლესი ჩემთვის და იქ ვმღერი ჩემ მეგობრებთან ერთად. ძალიან ხო, ძალიან ბევრი ნახვა აქვს. მართლა და ამიტომ სხვადასხვა არა მარტო ქართველებს აქვს, ანუ არა მარტო ქართველები უყურებენ, ახლა წარმოიდგინეთ იოროს, სიმღერას იოროს. აქვს 53 მილიონი ნახვა, ხო? ეს ახლა პატარა ქართველისთვის, პატარა ქართველისთვის, მადლობა.
მე მაგალითად კი მინდა რომ ვიყოთ 53 მილიონი და მარტო ქართველის არ არის რა თქმა უნდა მარტო ქართველი სოფლიოს ძალიან ბევრი კუთხიდან აუცილებლად გეთანხმები სხვანაირად არ შეიძლება აქვს ეს კი და 53 მილიონი ხლა წარმოიდგინეთ პატარა ადამიანისთვის ქართველისთვის ქართული ხელოვანისთვის საამაყოა საპასუხისმგებლოა და ალბათ უფრო მეტის კეთების საშუალებას გაძლევს და მეტ იმუნიტეტს გმატებს და მეტ სურვილ შემოქმედების გაფართოვებაში რა თქმა უნდა და გამრავალფეროვნებაში ასე ვთქვათ ჩემო დათო და ჩვენო დათო, იმიტომ რომ ეხლა ესია ეს ცხოვრება, როგორც არ უნდა ჩვენ ვთქვათ რომ ჩვენ არა მოდი ვთქვათ ისე ზოგადად არიან ადამიანები რომ სულ ვიქნებით, სულ იქნება, სულ მაგრამ ამ ჩვენ მოკლე სიზმარში ჩემო ძვირფასო ხდება ისეთი პატარ-პატარა მომენტები რაც რჩება მესმის 42 ნახვა მილიონი მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძალიან კარგია რომ მომწონს და ესეთი სიმღერა არ ხოთი. შეიძლება რომ მეკითხო პირადად და დღეს რო ეს სიმღერა შეგვისრულო? რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს გადაცემაში ამ სიმღერის შესრულება. ძალიან კარგი. ბენზე რო გითხრა ორი სიტყვა. რომლებიც აქ არიან მონდომებულები უკვე. მე მეამაყება ჩემი ბიჭებით, მართლა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, როდესაც ამ ბიჭებთან ერთად მუშაობ, ჩემთვის არის უდიდესი პატივი. მოდი ჩამოვთვლი, ხო არ იქნება, ხო არ წაგართმევთ იმ ხელა დროს, რომ გარმონზე ასრულებს თომა ბაღდავაძე, ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, უსაყვარლესი მეგობარი და მუსიკოსი, რომელიც არის ჩემთვის გარმონის უბადლო შემსრულებელი. ხვიჩა ღვთისიაშვილი, რომელიც უკრავს ჩვენს ნაციონალურ ინსტრუმენტზე, ფანდურზე და მოდით რა, ცოტას პატარა თიწავი ამპარტავნებ და ვიტყვი, რომ ხვიჩა არის ჩემთვის ფანდურის მეფე. ჩემს ქვეყანაში. როგორი გვარი აქვს ღვთისიაშვილი გადაწყდა. არ შემიძლია რა რო არ მეთქვა რა. მიშო, ჩვენი მიშო კობახიძე არის ბას-გიტარისტი, ალტერნატიული მუსიკის კარგი შემსრულებელია, კარგი ბას-გიტარისტია. არ არის ჩვენი იდენტური ინსტრუმენტების უბადლო შემსრულებელი, მაგრამ დათუნიკა იყო მოცეკვავე, ალბათ ყველამ ძალიან კარგად იცის. მისი ნათესავია, ალბათ არ ეწყინება რო ვიტყვის ნათესავს, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი რა ნათესაური კავშირი ქონდა, მაგრამ შესანიშნავად იცის ქორეოგრაფია. შესანიშნავი მეგობარია და კარგი რაჭველია. რაც ყველაზე მთავარია. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი ყავს მუსიკოსები, როგორც არის ლევან ოძელაშვილი, მამუკა გრიგალაშვილი, დავით თინიკაშვილი კლავიშზე, ანუ ბევრი ინსტრუმენტი. იერონ, ამინ. დათო ისე კარგად საუბრობს, თავის ბენდზე და ისე კარგად ჩამოაყალიბა. თუ ორი იუმორისტი ხო არ გინდა ბენდში, რომ დაიბადა. ხო, შენი კონცერტები რომ გავხსნათ ხოლმე, მაგალითად. ეხლა რომ მოვდიოდი ჩემ პროდიუსერს ვეუბნებოდ, აი, მთელი ცხოვრება ხო, ან ტრაგედია ისტორია უნდა მქონდეს, ან მუდო ისტორია უნდა მქონდეს და რითი უნდა გავაცინო მეთქი ის ადამიანები, ვინც მე მიყურებენ. სხვათა შორის შემოსვლამდე, ჩემ ტელემაყურებელსა, ჩვენ ტელემაყურებელს უნდა აუთხარო იმდენად ამდენადაც კარგი მოსაუბრეა რომ შემოვდიოდით მითხრა რომ არ ვიციო პატიკო აი არ ვიცი რა უნდა მოყვეო და სავსებით ენაწყლიანი გამოდექი და რაც თავარია აქ ძალიან კარგი პოზიტივი დამეთანხმება მაყურებელი და მოდი ეხლა ჩვენ მე ვიცი რომ თავარს შენ ბაჯაღლობ თავართვისება სიმღერას ელოდება ჩვენი მაყურებელი დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდა დავით კენჭიაშვილი რომელიც ხაზგასმით ვამბობ, ჩემი თხოვნით შეასრულებს სიმღერას არხოთი. წავედი. არხოთი ხასარ.
ხალით ლურჯი გაქთავალები ჩვენებით მოგეხარა სალიკდის აბაზა მაქსილა მაზისტის დევადიან ქალები ვაჟები მოცავენ შენ საბაშარაცა მაქსილა მაზისტის დევადიან ქალები ვაჟები მოცავენ შენ საბაშარაცა ზექალო მე შენზე ვიქრები მაწავალებ ისმინე ხალხნელო ვაჟკაცის ვედრება ქალაქს უწაიდებ ბორანის ვერდალადე ებს უფრო ხდება მათქვა შენება ქალაქს უწაიდებ ბორანის ვერდალადე Შენს დალავს ნახავდი ჩემს გლავზე და ფენი